სამოქალაქო აქტივისტი ნათია ლეთოდიანი დღესაც ელოდება აღსრულების ბიუროს წარმომადგენელს, რომელმაც მის სახლში აღწერა პარასკევს დაიწყო. მიზეზი გადაუხდელი ადმინისტრაციული ჯარიმებია, რომლებიც აქციების დროს გზის გადაკეტვის გამო დაუწერეს. პირველ ეტაპზე უწყება გეგმავს სახლში არსებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა აღწეროს, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდეგი ნაბიჯი დიდი ალბათობით ამ ტექნიკის ჩამორთმევა იქნება. აფხაზეთიდან დევნილი ნათია ლეთოდიანის მამა კობა ლეთოდიანია, რომელმაც ერთი თვალი აფხაზეთის ომში დაკარგა, მეორე კი 2019 წლის უცივნის ეგრეთ წოდებული გავრილოვის ღამეს სპეცრაზმის მიერ ნასროლი რეზინის ტყვით. 26 სექტემბერს ჩემთან მოვიდა აღსრულების ბიუროს წარმომადგენელი, რომელმაც მითხრა, რომ გზის გადაკეტვის გამო ჩემი ბებიაჩემის და ბაბუაჩემის სახლში, სადაც ვცხოვრობ, იქ მოძრავი ნივთების აღწერა უნდა ჩაეტარებინა. ეს არის რაღაც რეპრესიების, ივანიშვილის რუსული რეჟიმის ახალი ტალღა, რითაც ცდილობენ დაგვაშინონ, სახლში დაგვტოვონ, ან როგორც ბატონი შათირიშვილი ამბობს, შათირიშვილის ენით ივანიშვილი გვეუბნება, საზღვარგარეთ ემიგრაციაში გაგვიშვან.